4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებების სერია გრძელდება. ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უკვე 46 ადამიანი დააკავა. კიდევ 4-ზე ძებნაა გამოცხადებული. გუშინღამით ცნობილი გახდა, რომ სამინისტრომ 8 პირი აიყვანა, დღეს კი უწყებამ კიდევ 2 მოქალაქის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. 9 ოქტომბერს ღამით დაკავებულთა შორის არის ექიმი პედიატრი 71 წლის გიორგი ჩახუნაშვილი. ის პოლიციამ საკუთარი სახლიდან აიყვანა. დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე გიორგი ჩახუნაშვილის მეუღლემ ბინაში პოლიციის ყოფნის დროს ვიდეო გადაიღო, სადაც ისმის ექიმის ხმა, რომ ის მათ არ ეთანხმება, თუმცა პოლიციას მიყვება. და თქვენი ხელმოწერა? არ ვეთანხმები. აი ეგრე, სწორია. თქვენი პოზიცია შეიძლება დააფიქსიროთ სასამართლოში. გასაგებია, აი შვილო შეგეშვაში ხარ. მე შენთან პრეტენზია რა მაქვს. გასაგებია, მაგრამ არ გაქვს პრეტენზია. უბრალოდ თუ შენი შვილის გაკეთება გსურთ, მითხარი და ოქში შეგატანებ და რა დოკუმენტზე რომელიც არ შემიძლია. ხო, თქვა რაღაცა შეიძლება ცხოვრება. არა, როგორ არა, ის თავზე სახარებებს კითხვა. მივიყვები, არაფერი გულდასაწყვეტი არ არის, გასაგებია, სამშობლო მიყვარდა დღემდე, დღესაც მიყვარდა, ხვალეს და ერთიც უნდა დავაფიქსირო, რომ არაფერი, ესე იგი, მშვიდობიანი აქცია იყო ისა. არავის არაფრის გადატრიალება და გადმოტრიალება არ უნდა და ამას არ ვეთანხმები და ის 350,000 ოჯახი, რომელიც მე მყავს უფასოდ გასინჯული, თავის დასკვნებს გააკეთებ. ბავშვებო, ახალგაზრდებო, არაფერი არ არის დაგვიანებული. მიყვარდა სამშობლო, მიყვარს დღესაც სამშობლო, რასაც ვაკეთებ ისიც ვიცი. დაკავებამდე მაშინ, როცა პოლიცია გიორგი ჩახუნაშვილის ბინაში იყო, საცხოვრებელ კორპუსთან მის მხარდასაჭერად მოქალაქეები შეიკრიბნენ. იქვე იყო მისი შვილი კოტე ჩახუნაშვილიც, რომელიც აქციების აქტიური მონაწილეა. ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის დაკავებას ქართულ ოცნებაში უკვე გამოეხმაურნენ. ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ გიორგი ჩახუნაშვილის პროფესიას მნიშვნელობა არ აქვს და როცა ადამიანი დანაშაულს ჩადის, ის უნდა დაისაჯოს. არაფერი, ჩვენ ყველას ვაფრთხილებდით და მოუწოდებდით, რომ არ გადაედგათ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები. არაერთი განცხადება მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის მხრიდან, ძალიან ბევრჯერ ვისაუბრე აღნიშნულთან დაკავშირებით, რომ თავი შეიკავეთ, არ გადადგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც იქნებოდა დასჯადი. ხო, ეს არ გაითვალისწინეს, ყველა ადამიანი თავისუფალია თავის გადაწყვეტილებაში, ჩვენ ვერავის ვერაფერს ვერ დავაძალებთ
ჩაიდინეს დანაშაული, ამას ცხადია მოყვება რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან. პროფესიას რა მნიშვნელობა აქვს? ხო, როდესაც ჩადიხარ დამნაშავეა და პროფესიები აქ არაფერ შუაში არ არის და ზოგადად პროფესია ვერ იქნება ერთგვარი შემაკავებელი. თუ ადამიანი ჩადის დანაშაულს, მას მოყვება რეაგირება. 4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად თბილისში მასშტაბური შეკრება გაიმართა, რომლის მიზანიც ორგანიზატორების თქმით მშვიდობიანი რევოლუცია იყო. თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს საორგანიზაციო კომიტეტის წევრებმა პაატა ბურჭულაძემ და მურთაზ ზოდელავამ მიმართეს. მოგვიანებით მოქალაქეებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს, სადაც ზოდელავას თანახმად ისინი პრეზიდენტის სასახლის გასაღებს ჩაიბარებდნენ. 4 ოქტომბერს თბილისში მომხდარ სოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულებრივ მოვლენებს უწოდებს. საქმეზე გამოძიება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების, ნივთის დაზიანებისგან განადგურების, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკირების და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის მუხლებით მიმდინარეობს. საორგანიზაციო კომიტეტის წევრები პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მაჯგელაძე და ლაშა ბერიძეც დაკავებულები არიან. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.